ესე იგი ჩვენ როგორც ვიცი რა ერთ-ერთ საუკეთესო ნაგებობაზე ვიმყოფებით მსოფლიოში. მოდან არის გაცილებით სამბირთავი. ეხლა ეს არის 271 ნახევარი მეტრი რა. 80 სართულის სიმაღლე არის. ეს ვარ პირველ გაჩერებაზე, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება და გარკვეული შეგრძნება თუ რამ სიმაღლეზე ვიმყოფებით. ამის მერე ნახულობთ წყალმიღების შენობას. პრინციპი რა არის, რომ კაშხალი აგროვებს წყალს, მერე მიიღებს გვირაბი და დენის გამომუშავება ხდება აი ამ გვირაბის ბოლოში, იქით აფხაზეთის მხარეს. ჩვენ შევალთ აუცილებლად პეტროგლიფების, ანუ კლდის ხელოვნების გალერეაში, რომელიც ერთ-ერთ ტურისტულ ნაწილად ვაქციეთ. ნახავთ აუცილებლად ქეთი მელქაძის გალერეას შენობაში, ნახავთ კინოთეატრს, სადაც კინო გადის ენგურის მშენებლობაზე და მულტიპლიკაცია თუ როგორ მუშაობს და ჩავალთ თვითონ ტანში, კაშხლის ტანში, სადაც არის მთელი რიგი ინსტალაციები და გავივლით იმ ადგილებს, სადაც საინტერესო არის ვიზიტორებისთვის. ამის მთავარი პრინციპი რა არის? ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ხა იმ ზოლს ხო ხედავთ? აი ამ ზოლს. ესეთივე არის აგერ აქეთაც. ესე იგი ზოლის მთის მხარე ნაწილი არის საძირკველი, აქეთა ნაწილი თვითონ კაშხლის ძირითადი ტანი. მანდ რკინით გადაბმა, ანუ საძირკველსა და კაშხალს ტანს შორის არ არის, იმიტომ რომ წყლის მატებასთან ერთად და დაკლებასთან ერთად აემხელა ნაგებობას, თაღოვან ნაგებობას 728 მეტრია სიგანეში და 271 მეტრი სიმაღლეში, ჰქონდეს ამპლიტუდა, გადახრის შესაძლებლობა. იმიტომ რომ წყალს იმდენად დამანგრეველი ძალა აქვს, მილიარდ 100 მილიონი კუბომეტრი წყალი აწვება. ეს რომ ასე ვთქვათ, მყიფე იყოს და არ ირხეოდეს და ამპლიტუდა არ ჰქონდეს, აუცილებლად დაანგრევს. გადახრა წყალთან ერთად მოძრაობს. აი ზუსტად ერთ-ერთი უსაფრთხოების გარანტიაც ეს არის. წინავდე შემთხვევაში ყველა ნაგებობა, ანუ თაღოვანი, ეს არის ცის თაღის, ორმაგი თაღის ფორმის კაშხალი, ზუსტად ამიტომ არის განსაკუთრებული, რომ ეს არ მოძრაობდეს, გამორიცხულია, დაინგრევა, წყალი დაანგრევა. უბრალოდ აი რამე ძალა რო არსებობდეს, არ არსებობს ესეთი ძალა, აი ამ კაშხალს რო ჩაკიდოს, აწევდა, იმიტომ რომ კაშხალთან ეს არის უბრალოდ დადებული თავის სიმძიმის წონით ეყრდნობა საძირკველებს. სოფლიოში მეხუთე ადგილზე ვიყავით 2 წლის წინამდე, საერთოდ 2010 წლამდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნაგებობა თითლებოდა მსოფლიოში, მერე ჩინეთში აშენდა 2, რომელმაც სიმაღლეში გაგვისწრო, თან აქ ვამბობ თაღოვან კაშხლებში, იმიტომ რომ არსებობს კაშხლების სხვადასხვა ტიპი, ამბოვანი, კონტრფორსული და ასე შემდეგ. ეს არის ორმაგი თაღის ფორმა, ანუ რუდი არის როგორც განში, ასევე სიმაღლეშიც. ესეთი ნახევარ გუმბათის ფორმა აქვს რა. ამიტომ აი ამაშიც და ეხლა შარშანწინ აშენდა თურქეთში დასრულდა 2 მეტრანახევრით გაგვისწრო იმ კაშხალმა სიმაღლეში. მაგრამ მაინც ათეულში ვარ. შენდებოდა რამდენი წელი? 61-დან 87 წლამდე კაშხლის ბოლო ბეტონები ჩაისხა 87 წელში, ანუ 26 წელი.
და ყველაზე მთავარი რაც არის, ამის იდეის ავტორი არის ნიკო ნიკოლაძე, რომელმაც მდინარე ენგურის ჰიდროელექტრორესურსი თავის დროზე დაინახა, მიუხედავად რომ ბევრი კვლევები არ იყო მას ჩატარებული. ამ ადამიანმა როგორც თანამედროვეობის და დღევანდელობისას ჩვენთვის ძალიან გამორჩეულმა ადამიანმა მაშინვე დაინახა და აი დაახლოებით 18-20 წლებიდან მუდმივად მიმდინარეობდა გადაწყვეტილების მიღება დაეწყო თუ არა კაშხლის მშენებლობა. ბევრმა ფაქტორმა შეუშალა ხელი, მათ შორის ომმა, რევოლუციამ, ომმა, საქართველოს ოკუპაციამ და ასე შემდეგ და 61 წელს დაიწყეს მშენებლობა. რაღაცა ორი პერიოდი, ორი წელიწადი გაჩერდნენ, ანუ ფინანსების რესურსის არ ქონის გამო და მერე გააგრძელეს და 97-ში დასრულდა. სხვადასხვა ძალიან საინტერესოა, რომ ძირითადად ქართველები აპროექტებდნენ, რა თქმა უნდა, სხვებიც მონაწილეობდნენ და ქართველების, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი წვა იყო ამის დაპროექტების პროცესში. და შემდგომ როგორც ყოველთვის ხდებოდა, იმდენად მასშტაბური იყო პროექტი, რომ საქართველოს, ასე ვთქვათ, საბჭოთა რესპუბლიკიდან ეს პროექტი გადაიტანეს მოსკოვის საპროექტოში და დაერქვა რეალურად შემდგომში მოსკოვის საპროექტოს დაპროექტებული, მაგრამ რა თქმა უნდა, იქაც ძალიან უმრავლესობა ქართველები მუშაობდნენ. ეხლა ღია არის ეს ფარები არის, რომელიც პირველადად კეტავენ ამ გვირაბს. ეხლა ჩავაგდებ და დააკვირდით რამდენი ხნის მერე დავარდება. ეს ფარი არის ამოწეული, ეს რო ჩაწეული არის, რაღაც 128 მეტრში ჩადის ეს ფარი რა. ეს არის აი ამ გვირაბს, ჩვენს ქვემოთ გადის გვირაბი. ამ გვირაბის პირველი წყლის დამკეტი ეს არის. გვირაბში რამე სამუშაოებია ჩასატარებელი, რეაბილიტაცია თუ ამ შემდეგ დაკეტავენ, რომ წყალი აღარ შევიდეს გვირაბში და მერე იწყებენ რეაბილიტაციას რა. ეხლა წარმოვიდგინეთ 9 მეტრის დიამეტრის გვირაბში 40 ატმოსფეროთი. 40 ატმოსფერო ძალიან უხეშად რო შევადარო რა. თუ არ ვწდები თბილისის წყალმომარაგების მილებში, მთავარ ღერძ მილებში, საღაც 16 ატმოსფერო მოდის. და ერთხელ ჩემი თვალით რაც ვნახე, ერთ-ერთ ადგილზე იყო გახეთქილი წლების წინ და დაახლოებით 100 მეტრზე ადიოდა ჭავლი 16 ატმოსფეროიანი წყლიდან, 100 მეტრზე ადიოდა წყლის ჭავლი გახეთქილი მილიდან. 40 ატმოსფეროზე მაქვს საუბარი, 9 მეტრი დიამეტრის იმაში რომ შედის. არა, ეს მთაში გადის გვირაბებია და რა თქმა უნდა არ გასკდება. ესე იგი ჩვენ ვართ ეხლა წყალმომღებ შენობაში, როგორც გითხარი, ესე იგი ის წყალი, რომელსაც აგროვებს კაშხალი, ჩვენს ქვემოთ გვირაბით მიედინება აფხაზეთისკენ. ამ შენობის ძირითადი ფუნქციაა პირველი დაკეტვის, ანუ საჭიროების შემთხვევაში რომ დაიკეტოს და გვირაბში რეაბილიტაცია ჩატარდეს. ეხლა აი პრინციპი მუშაობის ესე იგი, კაშხალმა დააგროვა წყალი, აი ამ შენობაში ვართ ეხლა ჩვენ, აი ამ მილებიდან შედის წყალი და აი აქედან იწყება გვირაბი, მიედინება ეს ჭრილში რომ ვნახოთ, მიედინება საბერიოში, აი სადღაც აქ არის ოკუპირებული ზოლი, დაახლოებით აი აქ, აი ამ ადგილზე, მიედინება საბერიოში, აი აქ არის მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგური, აი აქედან, აი აქ, სადაც დგას 5 დიდი 600 ტონიანი აგრეგატი, გენერატორი, რომელიც გამოემუშავებს წყალს. ხაზეთის ომის დროს, ასე ვთქვათ, არ მოევლო, ვერ მოევლო და ჩასმულია რეაბილიტაციაში, რომ უნდა განხორციელდეს ამათი რეაბილიტაცია აუცილებლად. დღეს ეს გამართული არის, ესენი გასამართია. ჯამში 50 კილომეტრზე არის საუბარი ზღვამდე. მერე უკვე მიდის არხით, ამ ნახეთ პარალელურად ენგურს მოუყვება, იქ არის ანაკლია. აი იქ არის ანაკლია. პარალელურად ენგურს მოუყვება ეს მთელი სისტემა, რომელიც 24 კილომეტრიანი არხია გაჭრილი. აქ არის ორი აკვედუკი, თიდან რო გამოდის, აი ახლოს არის ერთ-ერთი, თიდან რო გამოდის უზარმაზარ აკვედუკზე, ანუ წყლის ხიდზე, გადადის მილი, ეს 9 მეტრის დიამეტრის, მერე ისევ მთაში შედის, მერე პატარა და მერე მიდის საბერიოში. ნუ როგორც გითხარით, აი ეს სადაც არის დაახლოებით ეგრეთ წოდებული საზღვარი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩემთვის, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, ენგურჰესი არის ერთადერთი ცოცხალი ხიდი აფხაზებთან და დებთან ურთიერთობის. ერთადერთი ცოცხალი, რომელიც ძალიან კარგად თანაცხოვრობენ ერთად, მუშაობენ ერთად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
საერთო ინტერესის გარდა ის თანამშრომლობა ის რითიც თავის დროზე შეიქმნა ერთიან ქვეყანაში რო ცხოვრობდით, თავის დროზე რო შეიქმნა ეს ინტერესი არ არის გახლეჩილი. ერთი ენერგიის წყარო ძალიან სიმბოლურია. კი. ეხლა ჩავიდეთ დაბლა. აი აქ ფრთხილად იყავით ამასთან. თუ იცით ყოფილა რამე ისეთი ცოტა ძიმე შემთხვევა ან ავარია ან რამე ხარვეს 90-იან წლებში იყო მოგვიყვნენ, ესეც მოგვიყვნენ, ერთ-ერთი ამწე გადმოვარდა და 5 ადამიანი დაიღუპა იქ მაშინ. თან 90-იან წლებში წარმოიდგინეთ როგორ განსაკუთრებულ რეჟიმზე მუშაობდა აქაურობა. ტელეფონი არ არსებობს. რა ხდება საქართველოში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, კარგად იცით, ვირამდენი ჯარი შედის, გამოდის, ვინსად დადის და ამ დროს ეს გმირი ადამიანები აქ მუშაობდნენ და უფრთხილდებოდნენ ყველაფერს. ეს ყვითელი არის ჰოლანდიური აგრეგატი. და ესე ვთქვათ, ჰოლანდიელების მიერ ჩატარებული, რომელიც ენგურხესთან ერთად თანამშრომლობდა და ეს იღებს იმ დაგროვილ სილას, რომელიც სილად ჩამოაქვს ენგურს და აწვება კედელზე. წლების განმავლობაში გროვდებოდა და ამიტომ რაღაცა 1-5 წელია დაახლოებით, რაც ეს აგრეგატი დაედგა და მუდმივად მუშაობს და აი ამ მილის საშუალებით ის სილას ამოხაპავს და ამ მილის საშუალებით ამ გვირაბებში უშვებს სილას, რომ სილა დამატებით დატვირთვას აძლევს კედელს და რაც არ არის სასურველი. ერთ-ერთი თემა რაც ზოგადად ჰესებთან არის ხოლმე და კაშხლებთან, რომ წყლის დაგუგებასთან დაკავშირებით მიკროკლიმატის ცვლილება. აქ გვაქვს რამე დინამიკა, რამე ცვლილება მოხდა თუ არა? იცით რა, ზოგადად აი ხა აქ სვანეთზე მე ესე ვერ გეტყვით, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ გეტყვით აი მაგალითად შაორის მაგალითს. შაურმა გარკვეული მიკროცვლილება გამოიწვია, იმიტომ რომ როდესაც წინა სამსახურში მუშაობდი, ნიკორწმინდის კედლის ხატრობის დროს დაფიქსირდა დაუშვათ ნორმაზე მეტი იმ რეგიონისთვის დამახასიათებელზე ტენიანობა. მაგრამ ეს არ არის, ასე ვთქვათ, კატასტროფის ტოლფასი რა, რაღაცაებს ახლავს, თავისი მინუსები, მაგრამ თავარი პლუსი რაც აქვს მისი ენერგოსისტემის დამოუკიდებლობა და გაუმჯობესება. ცოტა შიში მაქვს ესე. რა თქმა უნდა, ეხა ეს რაციონალურია თუ ირაციონალურია? ეგ უფრო ფიქრობ სუბიექტური შეხედულებიდან გამომდინარე. ეხა მე უკვე რახან აქ მუშაობ, ცოტა სხვანაირად და ობიექტურად ვუყურებ, იმიტომ რომ რო არა ჰესი, ეხა ხო რო არა ჰესი, ენერგიის გარეშე დღეს თანამედროვე სამყარო ვერ იარსებებს. იქნებ კიდე რაღაც გვეფიქრა ეგეთი. სოფლიოში არ არის მოგონებული სხვა. სოფლიოში არ არის მოგონებული სხვა. თუ არ ჩავთვლით ატომურ ელექტროსადგურებს და ეხა მე ვფიქრობ, რომ ატომური ელექტროსადგური რაღაც დიდად არ მხიბლავს, მე პირადად არ მხიბლავს. ქარი სიტყვა მაშინებს უკვე. ხო, ქარი არ არის იმ ენერგიის მომცემი, რა ენერგიაც რეალობაში ჭირდება და მზეს უფრო გაცილებით ეკოლოგიური, ასე ვთქვათ, გარკვეული წილად მეტი პრობლემა მოაქვს ვიდრე ჰიდროს. როგორც ამიხსნეს. ხო, ცოტა დაბნეული ვარ მაგ საკითხში, სიმართლე რომ გითხრას, გონია რომ ცოტა ჩიხში შევდივართ ადამიანები. ხო, ეს ურთიერთობაშიდან ცოტა მაღელვებს ეგ ფაქტი, რა პასუხი გაგვცემს ბუნება ბოლოს არ ვიცი. ხო, ნუ დღევანდელი მოცემულობა არის, რომ ენერგიის გარეშე ვერ იცხოვრებ. ხო, დამოკიდებულები გავხდით. რა თქმა უნდა. ეს ხელოვნება, ანუ ეგრეთ წოდებული პეტროგლიფები საქართველოში დიდად გაპიარებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ნიმუში გვაქვს საქართველოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთის მთიანეთში. გაგვიჭდა იდეა, რომ თანამედროვე მიდგომით ეს გალერეა გაგვეკეთებინა და გვეთქვა, რომ აი ამასაც ფლობს საქართველო. მინდოდა აი ამ იდუმალების რაღაცა პატარა ელემენტი ჩამესვა და აი ეს ორი ადამიანი ერთი ცეცხლთან ზის, მეორე კედელზე რაღაცას აკეთებს. აი ეს ირემი გასაგებია, ამოვიცნობ ირემს. ხო, აი ძალიან რთული არის. ძაღლი მგელი რაღაც გასაგებია, მაგრამ აი ამას ვერ ხვდები რა არის. რთული არის. ფრინველია რამე ვიცი. ეს ანგელოზივით საყვირით ადგას ნახე. ეს მუხელმოდრაკილი. სამსარის ბორბალი გაწყვეტილი, გასხივოს და ვიღაცა გავიდა სამსარიდან.
მოკლედ ეხლა ჩვენ ვართ მეგობრებო, აი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი ადგილზე, საიდანაც ამ მუმბერაზის აღქმა გაცილებით მასშტაბურია აღქმის თვალსაზრისით, ვიდრე ზემოდან გადმოხედვის დროს. აქედან უფრო მეშინია. აქ არის ერთ-ერთი ლოკაცია ტურისტული, სადაც ვიზიტორებს ვაძლევთ საშუალებას თვითონ ტანში შევიდეთ და აუხსნათ საინჟირო ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ის ასე ვთქვათ გასაღები გადაწყვეტილებები, რაც ამ კაშხალს უნიკალურობის ნიშან-თვისებებს აძლევს. ბოდიში ეხა უცბად სხვაგან გადავხდები. აქ ცოცვის ვარიანტი ხო არ არის? რაღაცა მომინდა რომ ავცოცდე. ნუ არის ეხლა მაგრამ ისე ვიკითხე. მიმდინარეობს აი ამ შენობის თავზე გარკვეულწილად პატარა მოწყობილია, უბრალოდ მიმდინარეობს ეხლა პროცესი, რომ ის კომპანია, რომელსაც უნდა რომ მოაწყოს ეს აცოცი, რა უსაფრთხოები და ანუ ზოგადად ამაზე ვფიქრობ და აი ამ შენობის თავზე არის პატარა ნაწილი მოწყობილი. ეხლა ჩვენ მივალთ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე, სადაც რაღაცა მცირე ინსტალაციებიც გავაკეთეთ იმისთვის, რომ მარტო გვირაბში ესე მშრალად არიარო, მიუხედავად სისველია, რაღაცა ინფორმაციული იყოს. გარკვეული ნივთები შევაგროვეთ ძველი, რომელიც გამოფენილი გვაქვს. სურათები, ეს შენებლობის სურათები არის, შენებლობის პროცესის კი. აქ დგას ერთ-ერთი აპარატი, აი ეს წეღარო ხსნიდი, რომელიც ზომავს გადახრას კედლის. ჩვეულებრივი შვეულივით დაკიდებული, ანუ კედლის გადახრას ზომავს ეს მოწყობილობა. ეხლა გადახრილია თუ არა? კი, წყალი რომ მიაწვა, ნელ-ნელა ასე ვთქვათ, უკვე გადმოხრილია და სავარაუდოდ გაჩერებულია. სადღაც 10 დღე სჭირდება დაახლოებით აი 7 სანტიმეტრით რომ მიაღწიოს გადახრას. ერთ-ერთი ინსტალაციას, რომელსაც ეხლა მიუახლოვდებით, არის ძალიან მიყვარს ჩვენი ხელით გაკეთებული ინსტალაცია. აი ეს მშენებლობის პროცესის მაკეტი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი რა. ესე იგი, როგორ არის ბეტონს რო ასხავენ, იმდენად სიმხურვალეს გამოყოფს, რომ ის თუ არ გააციე, აუცილებლად დასყდება, თავისით რომ ისცენება. ამიტომ თელს აიმხელა კედელში ჩატანებულია დაახლოებით 4.500.000 მეტრის მილი, მარტო მილი. დაახლოებით არის 4.500 კილომეტრის მილი. პრინციპი რა არის? ამ მილში აერთებდნენ წყალს, ცივ წყალს და აქედან მეორე მილიდან გამოდიოდა 80 გრადუსით გაცხელებული წყალი, იმიტომ რომ სიმხურვალეს იძლეოდა. აქ მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, აი ამ ადგილით ენგურჰეს ვუხდით მადლობას, რომ ეს დაგვავიწყდა. აგერ აქვე დგას ჩემი მზის, ჩემი მეგობარი ინჟინერი, რომელიც მუდამ მუშაობის პროცესშია. ამითი რისი ჩვენება გვინდოდა? ამითი გვინდოდა ჩვენება იმისი, რომ გარდა მშენებლობის ან ტექნიკური ნაწილისა, ინტელექტუალური შრომა არ ჩერდებოდა. ცოდნა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მარცვალი, რაზეც ქვეყანა უნდა აშენდეს. კომენტარის გარეშე კადრები გადის აქ, რომ წარმოდგენა შეექმნას, როგორი მუშაობის პრინციპი იყო. ძალიან საყვარელი არსებები ვართ ადამიანები. მაგას ვამბობდი, რომ აი კოსმოსური სიმაღლიდან რო გადმოხედო, ეხლა როგორი ჭიანჭველის სებრი არსებები ვართ და რაღაცა ესეთი გვირაბები გვაქვს მუშაობთ და რაღაცა იმ გადმოსახედიდან რო შეხედო, ხო რა არის არაფერი, მაგრამ ჩვენთვის როგორი მნიშვნელოვანია. ამ ადგილს ქვია პერიმეტრალური გვირაბი. აგერ აქეთ ჩაიხედე. აი ამის ქვემოთ, აი ქვემოთ წერტილზე რო ჩახვალ, კიდე 11 სართული დაბლა ჩადიხარ. ეხლა რა ნიშნავს პერიმეტრალური? აი იქიდან მოყოლებული თელ პერიმეტრზე და რუკაზე მინდა აგიხსნათ რა, ნახაზზე. კაშხალს თელ პერიმეტრზე მოყვება ეს გვირაბი. ქვედა ნაწილი, აი ეს ქვედა ნაწილი არის საძირკველი, ამის ზედა ნაწილი არის უკვე კაშხალი. ანუ ეხლა ჩვენ ვიმყოფებით იქ, სადაც გადაბმა, რკინით გადაბმა არ არის კაშხალსა და იმას შორის. ზუსტად ჩვენი თავის ზემოთ ხდება ამ კაშხლის მოძრაობა. ეს ქვედა ნაწილი არ მოძრაობს, იმიტომ რომ ეს არის ანუ საძირკველი. აი ახლა ჩვენ ვიმყოფებით აი ამ გვირაბში რა. აქ ხდება გაყოფა, აი ამ გვირაბში ვართ ახლა.
აქ ხდება გაყოფა, აქ ქვემოთა ნაწილი არის საძირკველი, ზედა ნაწილია უკვე კაშხალი. სულ ძირი არის 90 მეტრი სიგანეში. სულ თავი არის 15 მეტრი, სადაც ჩვენ ვიყავით. ეხლა აქ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე? მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად დაცულია წყლისგან, მიწისქვეშა წყლები ყველგან არსებობს. თიდან გამომავალი, ანუ მოძრაობს წყალი. აქ წყალი რო სისტემაში არ მოიყვანო, ის წყალი თუ ვერაფერს ვერ უშვება, ეს წყალი გააფუჭებს აქაურობას. შემუშავებულია მთელი სადრენაჟო სისტემა. აი ეს წყლები ერთად იკრიბება, ჩადის აი ამ შენობაში, აი აქედან ჩადიხარ იმ შენობაში. აქ აყენია 5 უზარმაზარი ნასოსი და ეს წყალი მთლიანობაში ერთად გროვდება და ამ ნასოსებით ამოდის და აქეთ იღვრება. აი ეს უსაფრთხოების შლემი ვიპოვეთ აქ და აწერია 1979 წელი. გამხელა ისტორიები არის. და მე მაგ ადამიანებს კიდე რამდენი ისტორიები ექნება თუ ინდივიდუალური თავისთვის ყველას. ჯამში, ესე იგი, სადღაცო ერთი დღის განმავლობაში 10,000 ადამიანამდე მუშაობდა მთლიანად კაშხლის, არა მარტო კაშხლის, რა ეგურეს 10,000 ადამიანამდე ჯამში. რამე კინო ხო არ არის აქ გადაღებული? ცირა მე ესე არ მახსენდება. შეუძლებელი მისია ტომ კრუზი. ეხლა გადაიღეს 2 წლის წინ ბოლივუდმა, წელიწად ნახევრის წინ, აქ სცენები იყო, უნდა გენახა. ნეტარა ფილმია, ხო არის დროუნი. ჯერ არ გამოსულა, აქ რამდენზე დადიოდნენ ეს საწყლე მახსოვს, აი ეგ ჩხუბი ხდებოდა იქიდან ჩამოსვეს რაღაცელი ამბები რა. მაგარი სანახავი. ესე არც მინახია მე, მაგრამ ეს სანახაობრივად და ბევრს უნდა რა, ეხლა ყოველთვის რაღაც ინსპირაცია არის ფილმის. ჰოლივუდის ფილმებისთვის ჰუვერი არის მთავარი ფიშკა. ჰუვერის კაშხალზე ხდება ინგრევა თუ ომი ხდება თუ რაღაცა, ჰუვერზე არის ყველაფერი გადაღებული რა და ესეთი რაღაცა გაქვს. ჰუვერის კაშხალზე ჰუვერი არის 220 მეტრი, ეს არის 271 ნახევარი. ერთი მაღალი ვარც. ჰუვერი არის ჩვეულებრივი თაღოვანი, ეს არის 2 სიმრუდის თაღოვანი. ის თან კოთფოსულია, ესეა დაწოლილი, ეს ნახე როგორ გადმოხრილია და ამ შემდეგ, ანუ განსხვავებები ბევრი გვაქვს რა. ეს არის გვირაბი, რომელიც გაჭრილი არის მთაში, ძალიან ბევრს ერევა და გონიათ რომ რატომღაც კაშხალში შევდივართ, ესე არა. მიუხედავად იმისა, რომ აქედან კაშხალზე გადადის გვირაბები და ჩვენ შეგვიძლია მოვხვდეთ ნებისმიერი აქ გვირაბიდან კაშხალზე ზეთ, მაინც თვითონ მთაშია გაჭრილი და ამის ფუნქცია რა არის? ჩვენ ვიყავით წყალმიმღებ შენობაში, საიდანაც გვირაბი იღებს წყალს. და იმ გვირაბის, ესე თქვა, წყალი რომ მიიღებს, იქ არის 2 დისკური საკეტი, რითიც პლუს დამატებით არეგულირებენ წყლის დონეს. ანუ ჩვენ ნახეთ თავარი საკეტები, თქვა რომ ჩავაგდე, ის კეტავს პირველი და შემდგომი დაკეტვა ხდება აქ, 2 უზარმაზარი მილით, რომ გვირაბში წყალი არ შევიდეს, მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყოს დაკეტილი. რამ სიგრძეა გვირაბი? გვირაბი არის დაახლოებით 9 კილომეტრი. აი გამოჩნდა შენობა უკვე განათებული იქით. და ის შენობა აი მნიშვნელოვანი რა არის აქ, რომ მთაში გამოჭრილია გარდა გვირაბისა შენობა შიგნით, ანუ უზარმაზარი სივრცეა, სადაც აყენიან მთელი რიგი მოწყობილობები და იმ მოწყობილობებს. რამდენი გვირაბი არის ჯამში? ჯამში დაახლოებით 300-მდე გვირაბია, საერთო კილომეტრაჟით 40 კილომეტრი. აგრა ფერადონება გამოჩნდა უცბად ამ ბნელი გვირაბის ბოლოში, ნახე. ინდური ღვთაებები ვით არის ღმერთსაჩი. აი ჩვენ ვიყავით ეღანაეკ. დისკური ძალიან მეგრულად ჟღერს ამავდროულად, მაგრამ სინამდვილეში დისკს ნიშნავს, ხო? დისკური, დიოსკური. თავიდან მეგონა რომ რაღაცა შეიძლება სოფლის სახელი იყოს, რაღაცა ეგეთი, იმიტომ ხო არის ხამისკური და ეგეთი სახელი. ჩვენ ვიყავით აქ, ამ გვირაბში, ეს არის პერიმეტრული გვირაბი. მერე წამოვედით, მანქანი გამოვედით და აი ამ გვირაბიდან შემოვედით ეხლა. აი ეს არის წყალმიმღების შენობა, აი ეგ ჩავაგდე ქვა. ეხლა ამათი მუშაობის ფუნქცია ძალიან კარგია. ეს ხელით არ იკეტება, რა თქმა უნდა, იკეტება ავტომატურად და მნიშვნელოვანი რა არის?
ეს რო დაიკეტება, ამის გაღება შეუძლებელია თუ ზემოთა მილებით ორივე მხარე არ გაათანაბრეს წყლით. ცოცხალი არსებასავით მართლა ორი უზარმაზარი ამის დიამეტრი არის 6 მეტრი თითოსი. რა მიხარია ნეტა ვიცოდე, მაგრამ ძალიან მიხარია. ამხელა სისტემაა, რომელიც მუშაობს, რომელსაც მოვიხმართ, ისევ აი წარმოდგენა არა გვაქვს, რას მოვიხმართ და წარმოდგენა არა გვაქვს ხომ რა დგას ამის უკან, ანუ ყოველ ჯერზე როცა შუქს ვანთებთ, რაღაცა მობილურ სტენით, ტელევიზორს უყურებთ, აი რამხელა სისტემა არის, რომელსაც მოვიხმართ. მე მგონი რომ აი მაგის გაცნობიერების დრო არის, უკვე რომ აი რა ინდუსტრიის ნაწილები ვართ, რაზე ვდგავართ საერთოდ, რომ ესე ბრმა მომხმარებლები აღარ ვიყოთ. აი ამ გაცნობიერებას მოაქვს ის, რომ ადამიანი მომხმარებელი აღარ არის. ან მომხმარებელი არის, ვინც მოიხმარს უმადურად, ასე ვთქვათ, რაღაცებს და აი რო აცნობიერებ, რამხელა სისტემა დგას, მადლიერება თავისთავად გებადება და აღარ გჭირდება, რომ შენ მადლიერება აპრაქტიკო და ჩამოწერო იქ მადლიერი ვარ ამის იმის არა, გაცნობიერებას მადლიერება თავისთავად მოყვება. მაინც მგონია, რომ ეხა ის დრო არის, რომ რაღაცა ცოტა ალტერნატივებზე ფიქრი უკვე საჭიროა რა. ვიჟია. შემიყვარდა, მე არ ვიცი რატომ, არა ეს ტურბინები თუ რაც ქვია, შეიძლება ფერადი როა მაგითო? აი იმ ადამიანების მესმის სტიმპანკი რო უყვართ. ვიმყოფებით ჩვენს კინოთეატრში და კეთი მელქაძის გალერეაში. წარმოდგენა შეექმნათ, საერთოდ საიდან დაიწყო ისტორია ენგურხესის, როგორ შენდებოდა, თუ როგორ მუშაობს ენგურხესი, იმიტომ რომ როგორც თქვი, რომ ეს 50 კილომეტრზე გადაჭიმული დიდი კომპლექსი. ყველა სეგმენტზე გათვლილია, რა ვისაც მხატვრობა უყვარს, ვისაც ხელოვანი ხალხი უყვარს, ეზიარება აქვს. ჩვენ ვართ კეთი მელქაძის არაჩვეულებრივი ადამიანის გამოფენაში. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? არ არის პროფესიონალური მხატვარი, არის ფილოლოგი, ვთქვათ, რაღაცა გადაწყვიტა, რომ რაღაცა ესინჯა სამშენებლო ბადის და ნახატების კომბინაციით რაღაც ნამუშევრების შექმნა. და ეს არის მისი 10 წლიანი შრომის შედეგი. მაგარი ამბავი გვაქვს კიდევ ერთხელ, ჩვენთან ერთად არის მუსია ქებურია, სახალხო მხატვარი. მისი ნახატი დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენთაგანს გექნებათ ნანახი. ან თბილისში, ან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ხევსურეთი არ მაქვს მოხატული, თორემ მე მგონი ყველა რეგიონში მაქვს ნახატი დატოვებული, ესე კვალი, მაგრამ ენგური არის ალბათ ის თავარი ჩემი საკუთარ თავთან რომ ჩაუწყავ რაღაც სურვილს, აი
ეგ არის რომ აი ცხოვრებაში ოდესმე თუ მოუხატავ ენგურს ვიტყვი რომ რაღაცა დიდი აგორი დამიდია თქო. ან ზოგადად ენგურთან ძალიან ბავშვობიდან ძალიან დიდი ემოციური კავშირი მაქვს. თითქოს ისე გაჩნდა აზრი რომ ყველაზე დიდი მოსახატი კედელი არის და თან რაღაცნაირი შინაგანი ამბიცია მქონდა ყოველთვის ის რომ ძალიან მინდა რომ საქართველოს რაღაცნაირად ჩემი იმ მიმართულებაში რაშიც ვარ სოფლიო რუკაზე რაღაც პინი დამესვა და ალბათ ვფიქრობ რომ ეს იქნება ყველაზე დიდი ყურადღება მისაქცევი პინი, რითიც შეგვიძლია რომ რაღაცა ძალიან დიდი სათქმელი ვთქვათ. არსებობს რამე ესეთი? იცი რა, მასშტაბის მე მგონი არ არსებობს. და თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ენგურის კაშხალი არის საზღვარი, ესე რომ ვთქვათ, საქართველოს და აფხაზეთს შორის, ყველაზე ესეთი ცოცხალი ხიდი, ვფიქრობ, რომ ეგაც ძალიან დიდი სიმბოლური საკითხი არის და შეგვიძლია რაღაცნაირად ეს ხიდი კიდევ უფრო მეტად რაღაც სიმბოლური გავხარო. ეს ძალიან საშვილიშვილო იდეა. ეგ ნამდვილად იქნება სასწაულის ძიებაში, ხო ვარ? ჩვენ ვართ ეხლა სასწაულის დაანონსებაში. იმედი მაქვს რომ გამოვა. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მინდა რომ ეს კედელი ვნახო მოხატული. ეხლა ჩვენ უყურებთ საინჟინრო მიღწევის ერთ-ერთ თვალსად ჩინონიმურს. ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ალბათ ზოგადად თლიანად ქვეყნისთვისაც ენგურ-ჰესმა აი 90-იანი წლების მერე, ომის მერე რაღაცა სხვა ემოციური დატვირთვა შეიძინა და თითქოს როცა ამ კონფლიქტის დროს რაღაცა ყველა ხიდი დაუწვით ერთმანეთთან და ისე მოვიქეცით, რომ თვალი თვალში ვეღარ უსწორებთ, აი თითქოს ეხლა რო უყურებდი დარჩა მაინც რაღაცა შეხების წერტილი, ისეთი მყარი, როგორიც არის ენგურ-ჰესი, რომელიც ხრაბალიან მიწის დროსაც კი გაუძლებს და ეხაც თქვენ დაბრუნდით სწორედ იქიდან, აფხაზეთიდან დაბრუნდით, რომ მომიყვეთ. როგორი იყო საერთოდ აი ეს გამოცდილება და ეს თანამშრომლობა როგორ მიმდინარეობს? ენგურ-ჰესი თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ უმნიშვნელოვანესი სადგურია არა მარტო გამომოშვების და ქვეყნის ენერგეტიკული საფრთხეებისთვის, არამედ ურთიერთობისთვის, რაც ჩამოყალიბდა ქართულ და აფხაზ ენერგეტიკასებს შორის. აფხაზეთში სხვა წყარო ენერგიის ენგურისა და ვარნილის გარდა არ არის, ენგური და ვარნილ-ჰესი. აქეთ სხვა სადგურებიც გვაქვს, მაგრამ ახლა ამ წუთში საქართველოში გამომოშვების სიმძლავრე დაახლოებით 2030 მეგავატი. და აქედან 55% არის ენგური ვარნილი. შეგიძლიათ მნიშვნელობა წარმოიდგინოთ. ელექტრული ნაწილი, ანუ ელექტრონიკის გამომოშვება ხდება იქეთ ხარეს. წყალი მთავარი რესურსი არის აქეთ ხარეს და ერთმანეთს სჭირდებით ამ შემთხვევაში, ანუ თუ ვიღაცა მოინდომა სიტუაციის ესკალაცია და იქ აგრეგატების გაჩერება, ეს ორივე მხარეს დააზარალებს, იმიტომ რომ წყალი აღარ მიეწოდება აქედან. ანუ თანამშრომლობთ კარგად, საკითხებს ძალიან დიდი სამუშაოები ჩავატარეთ, რეაბილიტაციო სამუშაოები. იქით ხარეს? იქით ხარეს 2003 წლიდან დაწყებული 2015-ის და ახლა გვაქვს კიდე ბოლო ეტაპი. არანაირი ხელის შეშლა ხარდაჭერის გარდა ჩვენი გამოგვიღია. ადგილობრივი ხელისუფლებისგან და მოსახლეობისგან. და როგორი არის თქვენ შორის? არის რაიმე ესეთი პოლიტიკური ელფერიც დაკრავს თუ ეს არის სუფთა პროფესიონალური? პროფესიონალური სუფთა სამეურნეო საქმეა. და ვაცნობიერებთ რომ ეს ორივე რაღაც საერთო ორივე მხარეს შეიძლება თანაბრად. გქონიათ რამე გართულება ამ პერიოდის მანძილზე? 93-ის მერე პირველი 3-4 წელი რა თქმა უნდა რთული იყო. მაგრამ ნელა დალაგდა და ახლა ამ ბოლო ხანებში მე რამდენი ხანია რასაც მუშაობთ? 47 წელი. 22 წლის ვიყავი რომ დავიწყე მუშაობა. ერთოჩი. მაგრამ შევჩი ჯერ ეს კონფლიქტი გამოქცევა არ გამოდიოდა იმ დროს. 27 წელი. მე რეაბილიტაცია დაიწყო, საინტერესო გახდა ურთიერთობა უცხო ძალიან ბევრ კომპანიებთან ყოფდა. ფრანგები, შვეიცარიელები, იტალიელები, გერმანელები, ჩეხები, რა ვიცი, ის აღმოჩნდა ამ პერიოდში. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და ძალიან საინტერესო გახდა ჩემთვისა და ჩემი თანამშრომლებისთვისაც, ყველასთვის. წარმოიდგინე, ერთ ადგილზე 57 წელი 1000 რა სიტუაციები ქონია მეც და ჩემს კოლეგებს, მეგობრებს. ავარიული, ძალიან რთული, მაგრამ გამოსულ ვართ. ერთი ცოტა შეიძლება ნაივური შეკითხვა, ან ფილოსოფიური არ ვიცი. ელექტროენერგია რა არის? დღეს
რა არის ელექტროენერგია. მოდი ჩავატაროთ ექსპერიმენტი და გამოვთოთ 1 საათი. თუ ნახოთ რა იქნება შეიძლება არ გასულ 90-იანი წლები კატასტროფული რა ახლა წარმოვიდეთ ტელეფონს ვერ დატენე ხო საჯულს ვერ მომაზადებ ტელევიზორს ვერ უყურებ ცხოვრება შეუძლებელია დამოკიდებულები გავხდით ხო ძალიან ეს არ გაშინებთ ხოლმე ისე რომ ესეთ რაღაცა გარე რაღაცას ძალიან დამოკიდებულები შეუძლებელია ხო ახლა ვეღარ დავბრუნდებით ხო უკან 300 წელი 400 წელი რაც ვართ იმას უნდა მოვერგოთ და პირიქით მეტი და მეტი უნდა გამომუშავოთ. შეგვიძლია რომ რაღაცა მომავალი ისე წავიყვანოთ, რომ ესეთ ძალიან დამოკიდებულები რო აღარ ვიყოთ. მაგის ცოტა მეშინია სიმართლე რო გითხრათ, აი რაღაცა რომ გაწკაპუნდეს ფსოფლიოში და გაითიშოს ეს ყველაფერი, მე რა ვქნათ. თუ გაწკაპუნებაზე მიდგა საქმე და რაც ყველაფერს დაანგრევს, იმას გაწკაპუნება არ ქვია. ჩვენ გვაქვს კიდევ დიდი პოტენციალი ჰიდრო საქართველოში, ქავისაც სისაც და რაც შეიძლება მეტი უნდა ვითვისოთ შეუძლებელია ხა თუ ფეხი არ აუწყოთ დღევანდელობას ჩამორჩებით და სხვაზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ ჩვენს რესურსზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული სამუშაო ადგილების ინტელექტიც დამოკიდებულობა და ყველაფერი ენერგეტიკა ეს რომ მე მაგალითად ხელოვნური ინტელექტი მაშინებს ხელოვნური ინტელექტი ხო ენერგეტიკაზე მუშაობს მაინც ყველაფერი ენერგეტიკაზე მუშაობს თუ ენერგეტიკაზე ის დამოკიდებული. შეიძლება გვიჯამდეს ორ დროს. არ გავთიშოთ. ეგრე გათიშავ. შეიძლება გვიჯაღდეს ხო? მეც არ ვიცი საით მივდივარ სიმართლე რო გითხრათ. ცოტა მაგრამ ღმერთი არ გასცირებს კაცსა შენგან განაწირსო ხო გახსოვს? ასე რომ ყველაფერი მიდის თავისი რიგით ალბათ როგორც უნდა იყოს ესე.